1565 წლის დეკემბერში იოანა ავსტრიელი დაქორწინდა ტოსკანის მომავალ დიდ ჰერცოგ ფრანჩესკო დე მედიჩიზე. ეს იყო უკიდურესად მდიდრული ღონისძიება, მაგრამ დღესასწაულის მიღმა ბნელი მომავალი იმალებოდა. ეს იყო ცივი, უსიყვარულო ქორწინების დასაწყისი, სადაც ფრანჩესკო ღიად დასცინოდა თავის, როგორც თავად თვლიდა დამახინჯებულ და უშნო ცოლს, რაც მედიჩების კარზე წლების განმავლობაში მომხდარი იდუმალი სიკვდილების სერიას ჩაუყარა საფუძველი. იოანა ავსტრიელი დაიბადა 1547 წლის 24 იანვარს ქალაქ პრაღაში, რომელიც მაშინ ბოჰემიის სამეფოს ეკუთვნოდა. დღეს ეს ჩეხეთის დედაქალაქია. იმ დროს ეს იყო ავსტრიის ჰაბსბურგების დინასტიის ერთ-ერთი მრავალი სამეფოდან, რომელიც წარმოშობით შვეიცარიის ალპებიდან იყო და იოანას დაბადების დროისთვის ავსტრიას, უნგრეთს, ბოჰემიასა და ხორვატიას მართავდა. მისი მამა იყო ავსტრიის არქიდუკი ფერდინანდი, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის მეფე. ის უფრო ცნობილია როგორც ფერდინანდი პირველი, საღვთო რომის იმპერატორი, თუმცა ეს ტიტული მან მხოლოდ 1546 წელს მიიღო, როცა იოანა 9 წლის იყო. იოანას დედა იყო ანა ბოჰემიისა და უნგრეთის. ის იყო უნგრეთის ლადისლავ მეორის ქალიშვილი იყო. თავად ლადისლავი კი იაგელონების დინასტიის უნგრელ მეფეებს შორის წინა საბოლოო მეფე იყო. მისი ძმის მეფე ლუი მეორის ოსმალ თურქებთან მოჰაჩის ბრძოლაში 1526 წელს დაღუპვის გამო ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობით მიიღეს უნგრეთი, ბოჰემია და ხორვატია. ამ ყველაფრის გარდა იოანას ბიძა იყო კარლოს მეხუთე, ესპანეთის მეფე და ესპანეთის იმპერიის მართვე. ასე რომ მოკლედ რო ვთქვათ, ის დაიბადა ოჯახში, რომელიც მართავდა ევროპის დიდ ნაწილს და მზარდ კონტინენტურ იმპერიას მთელ მსოფლიოში. იოანას ოჯახი ძალიან დიდი იყო, მაგრამ მისი დაბადება მძიმე ფასად დაუჯდათ. მისი დედა, რომელიც უკვე 53 წლის იყო და მრავალშვილიანობისგან დასუსტებული, საშიშ მშობიარობას გადაეყარა იმ ეპოქაში, როდესაც ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო. იოანას დაბადებიდან 3 დღის შემდეგ დედამისი გართულებებს ემსხვერპლა და ახალშობილი დედის გარეშე დარჩა. ამასობაში მისი მამა, რომელიც მთლიანად იყო ჩართული პროტესტანტული რეფორმაციის ქაოსში და იმ სასტიკ ომებში, რომლებიც ევროპას, განსაკუთრებით გერმანიას ანადგურებდა, თითქმის არ უთმობდა დროს თავის გადარჩენილ შვილებს. ამ მიზეზით მან იოანა და მისი რამდენიმე და-ძმა ავსტრიის ინსბრუკში მონაზმებს მიაბარა. იქ, მონასტრის სერიოზულ დარბაზებში, ახალგაზრდა არქიდუქსინია იოანა იზრდებოდა გარემოში, სადაც ღრმა რელიგიურობამ მკაცრ განათლებას ერწყმოდა. თუმცა ყველა გაკვეთილისა და ლოცვის მიუხედავად, მისი მომავალი უკვე გადაწყვეტილი იყო. იოანას ამზადებდნენ არა დამოუკიდებლობისთვის, არამედ ქორწინებისთვის. იოანას ცხოვრების ადრეულ წლებში, როგორც ავსტრიის, ასევე ესპანეთის ჰაბსბურგები ომებში იყვნენ ჩართული მთელ ევროპაში. ყველაზე ხანგრძლივი ომი იტალიაში მიმდინარეობდა, სადაც საფრანგეთი და ესპანეთი 1490-იანი წლების შუა პერიოდიდან ბატონობისთვის იბრძოდნენ. ეხლა შესაძლებლობა გაჩნდა. 1527 წელს კოზიმო I დე მედიჩი ფლორენციის ჰერცოგი გახდა. მან ქალაქ სახელმწიფოს თითქმის 40 წლის განმავლობაში მართა და მისი მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1569 წელს შეძლო ტოსკანის დიდი ჰერცოგის ტიტულის მოპოვება. როდესაც ხანგრძლივი და სისხლიანი იტალიური ომები 1559 წელს დასრულდა საფრანგეთსა და ესპანეთს შორის კატო კამბრეზის ხელშეკრულების ხელმოწერით, კოზიმო მოუსვენარი გახდა. ძალის გადანაწილებამ მას სურვილი, შესაძლოა სასუწარკვეთილებაც კი გაუჩინა, რომ ახალი ალიანსები შეექმნა, რათა თავისი ოჯახის მომავალი დაეზღვია იმ გაურკვეველ მშვიდობაში, რომელიც ომებს მოჰყვა. იტალიის მასშტაბით მოულოდნელმა აჟიოტაჟმა მოიცვა არისტოკრატთა კარები. ამბიციურმა ოჯახებმა, რომლებსაც შესაძლებლობა ეჩვენებოდათ, იჩქარეს თავიანთი ვაჟების დაქორწინება ევროპის დიდ დინასტიებში. ამ შეთავაზებულ კავშირებს შორის ერთ-ერთი იყო ჯოანას ქორწინება, კოზიმოს უფროს ვაჟსა და მემკვიდრესთან, ფრანჩესკოსთან. როგორც ყოველთვის, ადრეული ახალი დროის ევროპაში ასეთ დიდგვაროვან და სამეფო კავშირებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წლები გრძელდებოდა. შემდეგ კი უნდა დალოდებოდნენ, სანამ პატარძალი და სიძე შესაბამის ასაკს მიაღწევდნენ. მხოლოდ 1565 წელს გააგზავნეს ჯოანა საბოლოოდ იტალიაში, რათა დაქორწინებულიყო ფრანჩესკო დე მედიჩიზე. ქორწინების საქმე მას შემდეგ იმპულსი მოიპოვა, რაც მისმა ძმამ მაქსიმილიან მეორემ 1564 წელს დაიკავა იმპერატორის ტახტი, როგორც წმინდა რომის იმპერატორმა და ჰაბსბურგთა დომენიების მმართველმა ავსტრიაში, უნგრეთში, ბოჰემიასა და ხორვატიაში. მამისგან განსხვავებით ფერდინანდ ამორმოთან, მაქსიმილიანს არ ჰქონდა ისეთი ახლო ურთიერთობა თავის ესპანელ ბიძაშვილთან, მეფე ფილიპე II-თან. ამიტომ ცდილობდა გაეძლიერებინა თავისი გავლენა იტალიაში ახალი ალიანსების გზით. იოჰანა ავსტრიელისა და ფრანჩესკო დე მედიჩის ქორწინება მე-16 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოლიტიკურად მნიშვნელოვან და გამორჩეულ ქორწილად იქცა.
არსებობს მრავალი შემორჩენილი აღწერა იოჰანასა და ფრანჩესკოს ქორწილის შესახებ 1565 წელს, რომლებიც დაწერილია დიდრული ცერემონიის წინ, დროსა და შემდეგ დღეებში. ღონისძიებამ უზარმაზარი ყურადღება მიიპყრო მთელ ევროპაში, რადგან ათეულობით არისტოკრატი, ელჩი და დესპანი ჩამოვიდა ფლორენციაში თავიანთი მმართველების წარმოსადგენად. ქორწილზე იმ კაცისა, რომელიც ერთ დღეს ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდებოდა, ფაქტობრივი მმართველი იტალიის გახლეჩილ პოლიტიკურ სივრცეში, მაგალითად, ქორწილის მოვლენების ერთ-ერთი მემატიანე იყო იოჰან იაკობ ფუგა, ადრეული ახალი დროის ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი საბანკო ოჯახის წევრი. ქორწინებას წინ უძღოდა ოფიციალური ენტრატა, ანუ ფლორენციაში შესვლა. იოანა იტალიაში მოგზაურობდა თავის დასთან, ბარბარასთან ერთად, რომელიც დაახლოებით იმავე დროს უნდა დაქორწინებულიყო ფერარას ჰერცოგ ალფონსო ორიზე, მაშინ როცა მათი ძმა ამყარებდა თავის ახალ იტალიურ ალიანსებს. ეს იყო შთამბეჭდავი მოვლენები. ასეულობით მეტრის სიგრძეზე, მთელი გზის განმავლობაში ფლორენციის მთავარ კარიბჭემდე და შემდეგ თვით ქალაქშიც განთავსებული იყო ისეთი ცნობილი იტალიელი რენესანსის ხელოვნების ბიოგრაფის, როგორიცაა ჯორჯო ვაზარი ნამუშევრები. ფლორენციის მოქალაქეები ქუჩებზე გამოვიდნენ და მათ სთხოვეს, რომ საუკეთესო და ყველაზე ფერადი ტანსაცმელი ჩაეცოთ, სანამ საქორწილო ამალა ქალაქის ცენტრში შევიდოდნენ. ეს ყველაფერი იყო სანახაობისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველას სცოდნოდა, ვინ იქნებოდა ტოსკანის მომავალი დიდი ჰერცოგინი. ბოლოს, მას შემდეგ რაც 12 მაღალ თაღქვეშ გაიარა, თითოეული მათგანი გამარჯვების, სიხარულისა და ღვთაებრივი წყალობის ტრიუმფალური შედევრი იყო, ჯოანა მივიდა სან ლორენცოს გრანდიოზულ ბაზილიკაში, სადაც მდებარეობს სახელგანთქმული მედიჩის სამლოცველო. იქ 1565 წლის 18 დეკემბერს 18 წლის არქიდუქსესმა იქორწინა ფრანჩესკო დე მედიჩიზე, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, ბრწყინვალე დიდებულებით. ფლორენცია ხარობდა და ქალაქი ბრწყინავდა მის პატივსაცემად გამართული დღესასწაულებით. თუმცა ზედაპირზე რომ არ ჩანდა, ჩtildeები სწრაფად მოიკრიბა. ქორწინება, რომელმაც დიდება უნდა მოეტანა ორ დიდ დინასტიას, ცივი და უსიხარულო აღმოჩნდა. ჯოანა და ფრანჩესკო, რომლებიც თავიანთ ცერემონიაში ასე დიდებულები იყვნენ, ერთმანეთის გვერდით ცოტა სითბოს პოულობდნენ. მედიჩების სასახლეების მარმარილოს კედლებს მიღმა, ახალგაზრდა არქიდუშესის ცხოვრება ფლორენციაში მარტოობასა და ჩუმსევდაში მიმდინარეობდა. თავიდანვე ჯოანასა და ფრანჩესკოს ქორწინება კონფლიქტებით იყო სავსე. მათი ქორწილის დიდებულებამ ვერ დაფარა ის ღრმა ბზარები, რომლებიც მალე გამოჩნდა. მისი ღალატი, მათი დაპირისპირებული ხასიათები და ჯოანას მყიფე ჯანმრთელობა ყველაფერმა ისინი დააშორა. თუმცა მოვალეობისა და მათი წოდების მოოდინების გამო, მათ სამეფო ვალი მაინც შეასრულეს. ჯოანამ ერთი ორსულობა მეორის შემდეგ გადაიტანა. თითოეული უფრო მძიმე იყო ვიდრე წინა. მის სხეულზე ამ ტანჯვის აშკარა კვალი იყო დარჩენილი. მისი თეძოები და მენჯი დამახინჯებული იყო განმეორებითი და მქანცველი მშობიარობისგან, რაც თანდაყოლილმა თეძოს დეფორმაციამ გამოიწვია. ასევე კიდევ ერთმა მძიმე მდგომარეობამ, რომელმაც მშობიარობა უკიდურესად სახიფათო და მტანჯველი გახადა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან 8 შვილი გააჩინა. 1567 წლის თებერვალში ჯოანას უფროსი ქალიშვილი ელეონორა დაიბადა. ის შემდეგ ვინცენცო გონცაგაზე დაქორწინდა, რომელიც მანტუას ერთ-ერთი უკანასკნელი გონცაგა ჰერცოგი იყო, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო შუა საუკუნეებში და ადრეულ ახალდროში. სამწუხაროდ ელეონორას დაბადების შემდეგ ტრაგედიების სერია მოჰყვა. 1568 წლის ნოემბერში დაიბადა ვაჟი, სახელად რომოლა, რომელიც 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. კიდევ ერთი ქალიშვილი, ანა, დაიბადა 1579 წლის ახალწლის ღამეს. მოზარდობამდე იცოცხლა, მაგრამ ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა 1584 წელს. შემდეგი ორი შვილი, იზაბელა და ლუკრეცია, რომლებიც 1571 და 1572 წლებში დაიბადნენ, ორივე ჩვილობაში გარდაიცვალა და იოანას ბოლო ორი შვილიც ბავშვობაში ან დაბადებამდე დაიღუპნენ. ამ ტენდენციის გამონაკლისი იყო მარიე დე მედიჩი. ის იოანასა და ფრანჩესკოს შეეძინათ 1575 წლის 26 აპრილს. 25 წლის შემდეგ მან სახელგანთქმულად იქორწინა საფრანგეთის მეფე ანრი მეოთხეზე, როგორც მისი მეორე ცოლი. ის იყო მეფე ლუი მე-13-ის დედა. ამგვარად მარიამის მეშვეობით ჯოანა იყო საფრანგეთის ყველა მეფის წინაპარი, რომლებიც მეფობდნენ საფრანგეთის რევოლუციამდე, მე-18 საუკუნის ბოლოს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჯოანა თავად ავადმყოფი ქალი იყო, ის მრავალი სამეფო დინასტიის დედა გახდა, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში არსებობდნენ ევროპაში. როგორც აღნიშნეთ, ჯოანას ქორწინება ფრანჩესკასთან თავიდანვე პრობლემური იყო. ის არამიმზიდველად მიიჩნევდა მას და მისი სიცივე კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა ჯოანას ჯანმრთელობა გაუარესდა. კორტიუსი ბოროტად ჩურჩულებდა მასზე, მის მოხრილ ზურგზე.
ეს იყო მინიშნება მძიმე სკოლიოზის თვალსაჩინო ნიშნებზე, რომელიც ბავშვობიდანაც უხებდა მას. დამანგრეველი ხერხემლის დეფორმაცია, რომელიც დროთა განმავლობაში გაუარესდა და დიდ ტანჯვას აყენებდა. მისი მდგომარეობა განიხილეს კიდეც ჰაბსბურგებსა და მედიჩების ოჯახს შორის ქორწინების მოლაპარაკებების დროს. მართლაც, დინასტიური კავშირების მაღალი პოლიტიკის პირობებში ქალის უნარი შვილი გაეჩინა ყველაფერს ნიშნავდა და ჯოანას სისუსტე მეჭვი გააჩინა, შეძლებდა თუ არა ამ მოვალეობის შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრები მას სრულყოფილ კეთილშობილ პატარძლად ხატავდნენ, იტალიიდან თანამედროვე ჩანაწერები უფრო მკაცრ სიმართლეს გვიყვება. წლების გასვლასთან ერთად მისი სხეულის მდგომარეობა გაუარესდა, მოძრაობები გაუჭირდა, სიარულს კი უთანასწორო ნაბიჯი დაედო. ეს თვალსაჩინო დაქვეითება ფრანჩესკოს ამპარტავნებასა და ამბიციასთან ერთად მათ შორის უფსკრულს კიდევ უფრო აფართოებდა, რომელსაც საბოლოოდ სხვა ქალის არსებობით შეავსებს, როგორც მალე ვნახავთ. იოანას ქორწინებასა და ცხოვრებას მხოლოდ მისი ხერხემლის დეფორმაცია არ ართულებდა. მისი ქმარი ცნობილად მოღალატე იყო და თითქმის არ ცდილობდა დაემალა, რამდენად ხშირად ღალატობდა ცოლს. მისი ყველაზე ცნობილი საყვარელი ბიანკა კაპელო იყო. ის იყო იტალიელი არისტოკრატი, ქალი ვენეციიდან, იქაური სავაჭრო რესპუბლიკის ერთ-ერთი ცნობილი არისტოკრატის ქალიშვილი და აღიარებული ლამაზმანი. ბიანკა თავადაც დაქორწინებული იყო პიეტრო ბუონავენტურიზე, ფლორენციელ მოხელეზე, რომელიც დასაქმებული იყო სალუიატის ოჯახში, ტოსკანის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოჯახში. შესაბამისად, ის ფლორენციის კარზე იმყოფებოდა 1563 წლიდან, მას შემდეგ რაც პიეტროზე დაქორწინების შემდეგ იქ ჩავიდა. მან და ფრანჩესკომ ურთიერთობა დაიწყეს 1560-იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ რაც ჯოანა და ფრანჩესკო დაქორწინდნენ. ის კიდევ უფრო გახსნილი გახდა 1562 წელს, როდესაც ბიანკას ქმარი ფლორენციის ქუჩებში მოკლეს. შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ბიანკამ და ფრანჩესკომ მოაწყვეს. 1564 წლის აპრილში კოზიმო ფრომა 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეხლა ფრანჩესკო დიდი ჰერცოგი გახდა, ხოლო ჯოანა დიდი ჰერცოგინია. მაგრამ ამ ახალმა პოზიციამ მხოლოდ გააუარესა ყველაფერი და ფრანჩესკომ თავისი ძალაუფლება გამოიყენა, რომ ცოლი დაემცირებინა. მან თავისი საყვარელი ბიანკა კაპელო მის საკუთარ მდიდრულ აპარტამენტებში დაასახლა სასახლეში, რომელიც სულ რამდენიმე ნაბიჯში იყო ჰერცოგის ოჯახიდან. ეს იყო თავხედური ქმედება, რომელმაც ევროპის სამეფო კარები შოკში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქის პრინცებსა და მეფეებს საყვარლების ყოლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ისინი მაინც იცავდნენ საიდუმლოების ეტიკეტს. ფრანჩესკო კი ასეთ ძალისხმევას არ იჩენდა. ის და ბიანკა თავიანთ გრძნობებს ღიად აჩვენებდნენ. თავიანთ ურთიერთობას ფლორენციისა და თვით იოანას წინაშე ამაყად აფრიალებდნენ. ამაყი დიდი ჰერცოგინისთვის ეს საჯარო სირცხვილი იყო. ღალატის ყოველდღიური შეხსენება მთელი კარის თვალწინ ვითარდებოდა და ყველაფერი მხოლოდ უფრო გაუარესდებოდა. ამ ეტაპზე ფრანჩესკოს ჯერ კიდევ არ ჰყავდა კანონიერი ვაჟი, რომელიც მის გვარს გააგრძელებდა. არც ერთი სხვა ამბიცია ასე არ სტანჯავდა მას და ფრანჩესკო სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდებოდა. ბიანკამ, რომელიც ყოველთვის მოხერხებული იყო, თავისი შანსი დაინახა. 1566 წელს მან მას ვაჟი გაუჩინა, დონ ანტონიო დე მედიჩი, ბავშვი, რომლის დაბადებასაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო. თუმცა ფრანჩესკომ მოვალეობითა და სიამაყით შეზღუდულმა ბიჭის აღიარებაზე უარი თქვა. ანტონიო მისი სისხლი იყო, მაგრამ არა მისი მემკვიდრე. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად 1567 წელს ჯოანამ შვა დიდი ხნის ნანატრი ვაჟი, დიდი პრინცი ფილიპე დე მედიჩი. მოკლედ, წინვალე მომენტით ჩანდა, რომ საჰერცოგოს მომავალი და ჯოანას საკუთარი მყიფე მდგომარეობა უზრუნველყოფილი იყო. ბიანკას ოცნებლები, რომ საყვარლის როლს გასცდენოდა, თითქოს ჩაქრა იმ ჩვილის აკუნის სიმძიმის ქვეშ. მაგრამ ბედს ჯოანასთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა ყველაფერი დასრულებული. 1578 წლის 10 აპრილის დილას ტრაგედია დატრიალდა პალაცო ვეკიოში. ჯოანა, რომელიც კვლავ ორსულად იყო, ამჯერად მერვე ბავშვზე, მედიჩების დიდებულ ფლორენციულ რეზიდენციაში ქვის კიბეზე დაეცა. ვარდნა სასტიკი იყო. შოკმა ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია და ჩვილი ვერ გადარჩა. მომდევნო გრძელი და მტანჯველი საათების განმავლობაში ჯოანა თავადაც ტანჯვაში იმყოფებოდა. მეორე დღესვე დიდი ჰერცოგინია გარდაიცვალა. მისი სხეული საშვილოსნოს გახეთქვამ დაასუსტა. ის მხოლოდ 21 წლის იყო. აუცილებლად ჯოანას ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ ჭორები ბოროტი განზრახვის შესახებ გავრცელდა. მისი ქმრის ცნობილი ღალატისა და ბიანკა კაპელოსადმი ღია ერთგულების ფონზე ცოტა სჯეროდა, რომ მისი დაცემა უბრალო შემთხვევითობა იყო. ფლორენციაში გავრცელდა ხმები, რომ მას ხელი ქრეს, ან რომ მოწამლამ ითამაშა თავისი როლი. თუმცა სიმართლე თუ მას სამეფო ინტრიგებს მოვაშორებთ, შესაძლოა უფრო ტრაგიკული ყოფილიყო ვიდრე ბოროტი განზრახვის შედეგი.
ჯოანას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა გამწვავებული სკოლიოზი, რომელიც უმრუდებდა ხერხემალს და წონასწორობას უქვეითებდა. სასტიკი დაავადება, რომელმაც შესაძლოა ფატალური დაცემა გამოიწვია და სიცოცხლე მოუწრაფ. ეს ვერაფრით ამსუბუქებდა საზოგადოებრივ აღშფოთებას. როცა ჯოანას გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვეში, ფრანჩესკომ ფარულად იქორწინა ბიანკა კაპელოზე და მალევე 1569 წელს თავხედურად გამოაცხადა იგი ტოსკანის ახალი დიდი ჰერცოგინია. ბევრისთვის მოვლენების ასეთი თანმიმდევრობა ზედმეტად მოსახერხებელი ჩანდა. ბიანკას ქმარი გარდაცვლილი, ჯოანა აღარ არის და ახლა საყვარელი ტახტზეა ასული. თუმცა მათი ტრიუმფი ხანმოკლე აღმოჩნდა. 1592 წლის მარტში ჯოანას ერთადერთი გადარჩენილი შვილი, ახალგაზრდა პრინცი ფილიპე, მოულოდნელად გარდაიცვალა 4 წლის ასაკში, რითაც ფრანჩესკოს კანონიერი მემკვიდრეების ხაზი შეწყდა. შემდეგ 1587 წელს ტრაგედია კვლავ დატრიალდა. ფრანჩესკო მძიმე დაავადდა და 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. ბიანკა მეორე დღესვე მიჰყვა მას საფლავში. ორმაგმა სიკვდილმა ევროპას შოკში ჩააგდო და მას შემდეგ საიდუმლოდ დარჩა. მოწამლეს ისინი თუ სასახლის შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ. შესაძლოა მისი ძმა ფერდინანდო, რომელიც ახალი დიდი ჰერცოგი გახდა, ან დაავადება მაგალითად საშიშმა მალარიამ ორივე იმსხვერპლა. არავინ იცოდა ზუსტად, მაგრამ მათი გარდაცვალება იყო მძიმე დასასრული უბედურების აუბედითი ციკლისთვის, სიკვდილის ჯაჯვისთვის, რომელიც 20 წელზე მეტხანს თანსდევდა ჯოანას, მის შვილებს, მის ქმარს და მისი ქმრის საყვარელს. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ავსტრიის ჯოანაზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე და თუ გაქვთ რაიმე წინადადება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რათა მიიღოთ ყველა ჩემი ვიდეო მაშინვე, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ მომავალ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები ისევ გნახავთ. გმადლობთ.